როდესაც პოლიციამ 1995 წელს შევიდა ვასო გოძიაშვილის სახლში რუსთაველის გამზირზე, მათ საძინებელში იპოვეს ძველი ხის ყუთი, რომელიც ჩაკეტილი იყო 3 საკეტით. შიგნით იყო წერილები, ფოტოები და ერთი დღიური, რომელიც დაწერილი იყო 1927 წლიდან 1935 წლამდე. ყველაზე საშინელი იყო ის, რომ ყველა გვერდზე განმეორებული იყო ერთი და იგივე სახელი, ვერიკო. ვერიკო, რომელმაც მიატოვა იგი. ვერიკო, რომელმაც აირჩია სხვა. ვერიკო, რომელმაც გაანადგურა მისი გული. ამ დღიურში ვასო წერდა ისეთ სიმართლეს, რომელიც არასოდეს უთქვამს არც ჟურნალისტებს, არც მეგობრებს, არც თავის მეორე ცოლს. იქ იყო ტკივილი, რომელიც 30 წლის განმავლობაში ატარა გულში. რატომ დამალა ეს ყუთი? ვისგან ეშინოდა? და რატომ არ გაანადგურა ეს წერილები, თუ ისინი ასე აწამებდა მას? ვასო გოძიაშვილი იყო არა უბრალოდ მსახიობი. იგი იყო ლეგენდა, ღმერთი, კერპი. როდესაც იგი გამოდიოდა სცენაზე მარჯანიშვილის თეატრში, ქალები კარგავდნენ გონებას. მისი ხმა, მისი თვალები, მისი ხელების მოძრაობა, ყველაფერი იყო სრულყოფილი. თბილისის არისტოკრატიული სალონები იბრძოდნენ მისთვის, რომ მოეწვიათ იგი სტუმრად. პოეტები უძღვნიდნენ მას ლექსებს, მხატვრები ხატავდნენ მის პორტრეტებს. მაგრამ ყველაზე მთავარი იყო ის, რომ ვასო გოძიაშვილი იყო უბედურების სიმბოლო. იგი იყო კაცი, რომელსაც ჰქონდა ყველაფერი, გარდა იმისა, რაც ყველაზე მეტად სურდა. 1922 წელს, როდესაც ვასო იყო 30 წლის, იგი შეხვდა ვერიკო ანჯაფარიძეს. ეს იყო შეხვედრა, რომელმაც შეცვალა მისი ცხოვრება და როგორც მოგვიანებით გაირკვა, გაანადგურა იგი. ვერიკო იყო 16 წლის, ლამაზი, როგორც გაზაფხული დილა და ნიჭიერი, როგორც თავად ღმერთი. მათი პირველი შეხვედრა მოხდა მარჯანიშვილის თეატრის რეპეტიციაზე. ვასო უკვე იყო ვარსკვლავი, ხოლო ვერიკო, მხოლოდ დამწყები მსახიობი, რომელიც ოცნებობდა დიდ როლებზე. მაგრამ როდესაც ვასომ პირველად დაინახა იგი, როდესაც ვერიკომ წაიკითხა თავისი პირველი რეპლიკა, ვასომ იგრძნო, რომ მისი გული გაჩერდა. ეს არ იყო უბრალოდ სიყვარული. ეს იყო შეპყრობა, ობსესია და ავადება, რომელსაც არ ჰქონდა განკურნება. ვასო დაიწყო ვერიკოს დევნა. იგი უგზავნიდა ყვავილებს ყოველ დილას, წერდა მისთვის წერილებს ყოველ საღამოს, ელოდა მას თეატრის შესასვლელთან ყოველ რეპეტიციის შემდეგ. მისი მეგობრები აფრთხილებდნენ მას, ვასო ეს გოგო ძალიან ახალგაზრდა, ძალიან ამბიციურია, ძალიან საშიშია. მაგრამ ვასო არ უსმენდა. იგი იყო მოხიბლული, დაჯადოებული და კარგული. ვერიკო თავდაპირველად უარს ამბობდა. იგი იყო ჭკვიანი გოგო და იცოდა, რომ ვასო გოძიაშვილი იყო ძალიან დიდი ფიგურა მისთვის. მაგრამ ვასო არ ჩერდებოდა. იგი ლაპარაკობდა მის მშობლებთან, მურჩევდა რეჟისორებს, რომ მიეცათ ვერიკოსთვის უკეთესი როლები, აპირებდა მას ყველაფერს, ცას, მთვარეს, ვარსკვლავებს. და ბოლოს 1924 წლის გაზაფხულზე, ვერიკომ თქვა დიახ. ეს იყო ყველაზე ბედნიერი დღე ვასოს ცხოვრებაში. მათი ქორწილი იყო თბილისის მთავარი მოვლენა. მთელი ქალაქი საუბრობდა ამ წყვილზე, გენიოსი მსახიობი და მზიანი ახალგაზრდა მსახიობი, რომელიც გავდა ანგელოს. ვასო იყო ბედნიერი, როგორც არასოდეს. იგი ფიქრობდა, რომ ბოლოს იპოვა თავისი ადგილი ამ სამყაროში, თავისი მშვიდობა, თავისი სახლი. მაგრამ ის, რაც მოხდა შემდეგ, იყო ისეთი ტრაგედია, რომელიც არავის უსურვებია. პირველი წელი იყო ბედნიერი. ვასო და ვერიკო ერთად თამაშობდნენ თეატრში, ერთად დადიოდნენ თბილისის ქუჩებში, ერთად ოცნებობდნენ მომავალზე. ვასო აკეთებდა ყველაფერს, რომ ვერიკო ყოფილიყო ბედნიერი. იგი ყიდულობდა მისთვის ძვირფას კაბებს, ატარებდა მას საუკეთესო რესტორნებში, აჩუქებდა მას ძვირფას სამკაულებს. მაგრამ ვერიკო იყო ქალი, რომელსაც არ ყოფნიდა მხოლოდ სიყვარული. მას სურდა დიდება, სურდა აღიარება, სურდა იყოს ვარსკვლავი, არა მხოლოდ ვასო გოძიაშვილის ცოლი, არამედ ვერიკო ანჯაფარიძე, დიდი მსახიობი. და აქ შემოვიდა სცენაზე მესამე პერსონაჟი, მიხეილ ჭიაურელი. ახალგაზრდა, ამბიციური, ნიჭიერი რეჟისორი, რომელიც ოცნებობდა შექმნას ისეთი ფილმები, რომლებიც შეცვლიდა ქართულ კინოს. ჭიაურელი იყო კაცი, რომელსაც ჰქონდა ხედვა, ჰქონდა ძალა, ჰქონდა გავლენა. და როდესაც იგი დაინახა ვერიკო, როდესაც დაინახა მისი თვალები, მისი ნიჭი, მისი ცეცხლი, იგი გადაწყვიტა, რომ ეს ქალი უნდა ყოფილიყო მისი მუზა. მაგრამ ვერიკო იყო დაქორწინებული. იგი იყო ვასო გოძიაშვილის ცოლი. და ეს იყო პრობლემა, რომელიც უნდა გადაწყვეტილიყო. რა მოხდა შემდეგ? როგორ მოახერხა ჭიაურელმა მოეტაცა ვერიკო ვასოსგან? და რატომ არ შეეძლო ვასოს შეეჩერებინა ეს?
ეს არის ისტორია, რომელიც 30 წლის განმავლობაში იყო დამალული, ისტორია, რომელიც ახლა პირველად ითქმება სრულად. 1926 წელს მიხეილ ჭიაურელმა დაიწყო მუშაობა თავის პირველ დიდ ფილმზე. მას სჭირდებოდა მთავარი როლისთვის მსახიობი, ქალი, რომელიც იქნებოდა ლამაზი, ნიჭიერი და ამავე დროს მორჩილი. იგი ეძებდა მუზას, არა უბრალოდ მსახიობს. და როდესაც იგი დაინახა ვერიკო ანჯაფარიძეს სცენაზე, როდესაც დაინახა, როგორ თამაშობდა იგი ოფელიას როლს, ჭიაურელმა იცოდა, ეს იყო ის ქალი, რომელიც მას სჭირდებოდა. მაგრამ იყო ერთი პრობლემა, ვერიკო იყო ვასო გოძიაშვილის ცოლი და ვასო არ იყო კაცი, რომელიც ადვილად უშვებდა თავის საუნჯეს. ჭიაურელი იყო ჭკვიანი და მოთმინებიანი. იგი არ დაესხა თავს ვერიკოს დაუყოვნებლივ. იგი დაიწყო ნელა, ფრთხილად, როგორც მონადირე, რომელიც ელოდება სწორ მომენტს. პირველად იგი მოიწვია ვერიკო თავის სტუდიაში, რომ ესაუბრა მასთან ფილმის შესახებ. ვერიკო წავიდა ვასოს ნებართვით, ვასო ფიქრობდა, რომ ეს იყო უბრალოდ პროფესიული შეხვედრა. მაგრამ ის, რაც მოხდა იქ, იყო რაღაც სხვა. ჭიაურელი არ საუბრობდა მხოლოდ ფილმზე. იგი საუბრობდა ოცნებებზე, ამბიციებზე, დიდებაზე. იგი ეუბნებოდა ვერიკოს, რომ იგი შეეძლო გამხდარიყო არა მხოლოდ კარგი მსახიობი, არამედ ლეგენდა, ისტორია, სახელი, რომელსაც დაიმახსოვრებდნენ საუკუნეების განმავლობაში. ვერიკო უსმენდა და გრძნობდა, როგორ იცოდა რაღაც მის გულში. იგი იყო 21 წლის ახალგაზრდა, ლამაზი, ნიჭიერი, მაგრამ იგი იყო ჩრდილში, ვასო გოძიაშვილის ჩრდილში. ყველა საუბრობდა ვასოზე, ყველა აქებდა ვასოს, ყველა უყურებდა ვასოს. ხოლო ვერიკო იყო მხოლოდ ვასოს ცოლი, ვასოს მეუღლე, ვასოს დანამატი. და ეს აწამებდა მას. იგი სურდა იყოს თავად ვარსკვლავი, არა ვარსკვლავის ჩრდილი. და ჭიაურელი ჰპირდებოდა მას ამას. იგი ჰპირდებოდა, რომ გახდიდა მას დედოფალს, ღმერთს, ლეგენდას. შეხვედრები გახშირდა. ვერიკო იწყებდა ხშირად სტუდიაში სიარულს, ხშირად რეპეტიციებს ჭიაურელთან, ხშირად გვიან სახლში დაბრუნებას. ვასო ამჩნევდა ცვლილებებს, მაგრამ არ სურდა დაეჯერებინა საკუთარი თავი. იგი ფიქრობდა, რომ ვერიკო უბრალოდ მუშაობდა, უბრალოდ ვითარდებოდა, უბრალოდ ცდილობდა გამხდარიყო უკეთესი მსახიობი. მაგრამ მისი მეგობრები იწყებდნენ ჩურჩულს. თბილისი იყო პატარა ქალაქი და ყველაფერი იცოდა ყველამ. ხალხი იწყებდა საუბარს იმაზე, რომ ვერიკო და ჭიაურელი ძალიან ახლოს იყვნენ, ძალიან ხშირად ერთად, ძალიან ბევრს ერთმანეთს უყურებდნენ. ერთ საღამოს 1927 წლის შემოდგომაზე ვასო გადაწყვიტა მოულოდნელად მისულიყო სტუდიაში, სადაც ვერიკო რეპეტიციას ატარებდა. იგი სურდა გაეკვირვებინა, იგი სურდა წაეყვანა იგი ვახშამზე, სურდა ეჩვენებინა, რამდენად უყვარდა იგი. მაგრამ ის, რაც იგი დაინახა, გატეხა მის გულს. ვერიკო იდგა ჭიაურელის გვერდით და ისინი საუბრობდნენ, არა როგორც რეჟისორი და მსახიობი, არამედ როგორც ორი ადამიანი, რომლებიც იყვნენ ძალიან ახლოს ერთმანეთთან. ჭიაურელის ხელი ეხებოდა ვერიკოს მხარს და ვერიკო არ იხევდა. იგი ღიმილობდა, იგი იყო ბედნიერი, იგი იყო ცოცხალი, ისე როგორც აღარ იყო ვასოსთან ბოლო დროს. ვასო დადგა კარებთან და უყურებდა. იგი არ შევიდა, არ დაიყვირა, არ გააკეთა სცენა. იგი უბრალოდ დადგა და უყურებდა, როგორ იცინოდა მისი ცოლი სხვა კაცთან, როგორ ეხებოდა მას სხვა კაცი, როგორ უყურებდა მას სხვა კაცი. და იმ მომენტში ვასო მიცოდა, იგი კარგავდა მას. იგი კარგავდა ერთადერთ ადამიანს, რომელსაც ოდესმე უყვარდა, ერთადერთ ადამიანს, რომლისთვისაც მზად იყო ყველაფრის გაკეთებაზე. და ყველაზე საშინელი იყო ის, რომ იგი არ იცოდა, როგორ შეეჩერებინა ეს. იმ საღამოს ვასო დაბრუნდა სახლში და დაჯდა თავის კაბინეტში. იგი ღებულობდა ღვინოს, რაც იშვიათი იყო მისთვის, რადგან ვასო იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის აკონტროლებდა თავის თავს. მაგრამ იმ ღამეს იგი სურდა დაავიწყდეს, სურდა არ ეფიქრა, სურდა არ ეგრძნო. როდესაც ვერიკო დაბრუნდა სახლში შუაღამისას, იგი იპოვა ვასო მაგიდასთან, ცარიელი ბოთლით და ცრემლებით თვალებში. ეს იყო პირველი და ერთადერთი ჯერ, როდესაც ვერიკომ დაინახა ვასო ტირილში. იგი შეეცადა ესაუბრა მასთან, შეეცადა ახსნა, რომ არაფერი ხდებოდა, რომ ისინი მხოლოდ მუშაობდნენ. მაგრამ ვასო არ უსმენდა. იგი უბრალოდ უყურებდა მას და ჰკითხა ერთი კითხვა, შენ მიყვარხარ მე? ვერიკომ არ უპასუხა დაუყოვნებლივ. იგი დადგა იქ უყურებდა თავის ქმარს, კაცს, რომელმაც მისცა მას ყველაფერი, კაცს, რომელიც თაყვანს სცემდა მას, კაცს, რომელიც იყო კარგი, ნაზი, ერთგული. და იგი ვერ უთხრა დიახ. იგი ვერ უთხრა, რომ უყვარდა იგი, რადგან იგი აღარ იყო დარწმუნებული. იგი აღარ იცოდა, რას გრძნობდა.
იგი იყო დაბნეული, დაკარგული, გატაცებული ჭიაურელის ხედვით, ჭიაურელის დაპირებებით, ჭიაურელის სამყაროთი. და ვასომ იმ დუმილში მიიღო თავისი პასუხი. იგი ადგა, გავიდა ოთახიდან და დახურა კარი. და იმ ღამიდან მათი ქორწინება იყო მკვდარი. ისინი ცხოვრობდნენ ერთ სახლში, მაგრამ იყვნენ უცხოები. ისინი თამაშობდნენ ერთ თეატრში, მაგრამ აღარ საუბრობდნენ. ისინი იყვნენ ქმარი და ცოლი, მაგრამ აღარ იყვნენ სიყვარულში. მაგრამ ყველაზე საშინელი ჯერ კიდევ წინ იყო. რადგან ჭიაურელი არ აპირებდა შეჩერებას. იგი სურდა ვერიკო სრულად, არა ნახევრად. და იგი იცოდა, როგორ მიაღწია ამისთვის. რა იყო მისი გეგმა? როგორ მოახერხა მან ბოლომდე მოტაცება ვერიკოს ვასოსგან? და რატომ არ შეეძლო ვასოს ბრძოლა? 1922 წლის გაზაფხულზე მიხეილ ჭიაურელმა მიიღო შეთავაზება მოსკოვიდან. მას სთავაზობდნენ დიდ პროექტს, დიდ ბიუჯეტს, დიდ შესაძლებლობებს. მაგრამ იყო ერთი პირობა, იგი უნდა წასულიყო მოსკოვში 1 წლით და მას უნდა წაეყვანა თავისი მთავარი მსახიობი. ჭიაურელმა იცოდა, რომ ეს იყო მისი შანსი. ეს იყო შანსი საბოლოოდ მოეშორებინა ვერიკო ვასოსგან, საბოლოოდ გაეხადა იგი თავისი, საბოლოოდ შეექმნა ის სამყარო, რომელშიც ვერიკო იქნებოდა მხოლოდ მისი. იგი მივიდა ვერიკოსთან და უთხრა ამ შეთავაზების შესახებ. იგი უთხრა, რომ ეს იყო შანსი, რომელიც მოდიოდა ერთხელ ცხოვრებაში, შანსი გახდომოდა არა მხოლოდ ქართველი მსახიობი, არამედ საბჭოთა კავშირის ვარსკვლავი, შანსი თამაშებოდა ისეთ ფილმებში, რომლებსაც ნახავდნენ მილიონები ადამიანები. მაგრამ იყო ერთი პრობლემა. ვერიკო უნდა წასულიყო მასთან, უნდა დაეტოვებინა თბილისი, უნდა დაეტოვებინა ვასო. ვერიკო იყო გაკინული. ერთი მხრივ იგი იცოდა, რომ ეს იყო ის, რაც მას სურდა, დიდება, აღიარება, კარიერა. მეორე მხრივ იგი იცოდა, რომ თუ წავიდოდა, ეს იქნებოდა საბოლოო. ეს იქნებოდა ღალატი, რომელსაც ვასო არასოდეს აპატიებდა. ეს იქნებოდა დასასრული მათი ქორწინებისა, დასასრული მათი ცხოვრებისა ერთად, დასასრული ყველაფრისა, რაც იყო მათ შორის. იგი ესაუბრა ვასოს. ეს იყო საუბარი, რომელიც მოხდა მათ სახლში, 1 მარტის საღამოს. ვასო იჯდა თავის კაბინეტში, კითხულობდა წიგნს, როდესაც ვერიკო შევიდა. იგი დაჯდა მის წინ და უთხრა ყველაფერი, ჭიაურელის შეთავაზების შესახებ, მოსკოვის შესახებ, შანსის შესახებ. იგი არ უთხრა ერთი რამ, რომ იგი უკვე გადაწყვიტა წასვლა. იგი უბრალოდ სურდა ვასოს რეაქციის ნახვა, სურდა იმის გაგება, თუ რა სიტყოდა იგი, რას გააკეთებდა იგი. ვასო დახურა წიგნი და უყურა ვერიკოს. მისი თვალები იყო ცარიელი, მისი სახე იყო უემოციო, მისი ხმა იყო მშვიდი. იგი ჰკითხა, შენ სურს წასვლა? ვერიკომ თქვა, ეს არის დიდი შესაძლებლობა. ვასომ თქვა, ეს არ არის პასუხი ჩემს კითხვაზე. შენ სურს წასვლა? და ვერიკომ, პირველად მათი ქორწინების განმავლობაში, თქვა სიმართლე, დიახ. მე მინდა წასვლა. ვასო არ დაიყვირა, არ გააკეთა სცენა, არ ევედრა. იგი უბრალოდ კივნოდა თავით და თქვა, მაშინ წადი. ვერიკო არ მოელოდა ამას. იგი მოელოდა ბრძოლას, მოელოდა ცრემლებს, მოელოდა ვედრებას. მაგრამ ვასო უბრალოდ უშვებდა მას. იგი უშვებდა მას, რადგან იცოდა, რომ თუ ადამიანი სურს წასვლა, შენ ვერ შეაჩერებ მას. შენ შეგიძლია შეაჩერო მისი სხეული, მაგრამ ვერ შეაჩერებ მის გულს. და ვერიკოს გული უკვე იყო სხვაგან. 1922 წლის აპრილში ვერიკო ანჯაფარიძე წავიდა მოსკოვში მიხეილ ჭიაურელთან ერთად. იგი არ წაიღო ბევრი ნივთი, მხოლოდ ერთი ჩემოდანი ტანისამოსით და რამდენიმე ფოტო. იგი დატოვა ყველაფერი, რაც ვასომ უყიდა მისთვის, კაბები, სამკაულები, წიგნები. იგი დატოვა მათი სახლი, მათი ცხოვრება, მათი წარსული. და იგი დატოვა ვასო, კაცი, რომელიც უყვარდა მას, მაგრამ არა იმ სიყვარულით, რომელიც მას სჭირდებოდა. ვასო არ წავიდა სადგურზე, რომ გაეშვა იგი. იგი დარჩა სახლში, იჯდა თავის კაბინეტში და უყურებდა ფანჯარას. იგი უყურებდა, როგორ მიდიოდა ტაქსი, როგორ ჩაჯდა ვერიკო, როგორ წავიდა. და როდესაც ტაქსი გაქრა ქუჩის ბოლოში, ვასომ დახურა თვალები და პირველად თავის ცხოვრებაში იგრძნო, რომ იგი იყო სრულიად მარტო. არა უბრალოდ მარტო, დაკარგული, გატეხილი, განადგურებული. მისი მეგობრები ცდილობდნენ მას დაეხმარათ. ისინი მოდიოდნენ, საუბრობდნენ, ცდილობდნენ გაეხალისებინათ. მაგრამ ვასო იყო სხვა ადამიანი. იგი აღარ იყო ის ბრწყინვალე, ენერგიული, ცოცხალი ვასო, რომელიც იყო ადრე. იგი იყო ჩრდილი, მოჩვენება, ცარიელი გარსი. იგი აგრძელებდა თამაშს თეატრში, აგრძელებდა გამოსვლას სცენაზე, აგრძელებდა ღიმილს საზოგადოებაში.
მაგრამ ყველა ვინც იცნობდა მას იცოდა, ვასო გოძიაშვილი გარდაიცვალა იმ დღეს, როდესაც ვერიკო წავიდა. იგი აგრძელებდა სიარულს, საუბარს, სუნთქვას, მაგრამ იგი აღარ იყო ცოცხალი. და ყველაზე საშინელი იყო ის, რომ ვერიკო არ დაბრუნდა. იგი დარჩა მოსკოვში და ქორწინდა ჭიაურელზე, გახდა ვარსკვლავი, გახდა ლეგენდა. იგი მიიღო ყველაფერი, რაც სურდა, დიდება, აღიარება, სახელი. მაგრამ რა დაკარგა იგი? რა იყო ფასი ამ დიდებისა? და რა გრძნობდა ვასო, როდესაც ხედავდა მის ფოტოებს გაზეთებში, როდესაც უსმენდა მის სახელს რადიოში, როდესაც იცოდა, რომ იგი იყო ბედნიერი სხვასთან. 1929 წელს ვასო გოძიაშვილმა დაიწყო დღიურის წერა. ეს იყო დღიური, რომელიც იპოვეს მისი სიკვდილის შემდეგ, დღიური, რომელიც იყო სავსე ტკივილით, წინანულით, სიყვარულით. იგი წერდა ვერიკოს შესახებ ყოველ დღე, წერდა იმის შესახებ, რამდენად ენატრებოდა იგი, რამდენად უყვარდა იგი, რამდენად ვერ შეეძლო დავიწყება. იგი წერდა იმის შესახებ, როგორ ხედავდა მას ოცნებებში, როგორ ესმოდა მისი ხმა ქუჩაში, როგორ ეძებდა მის სახეს ყოველ ქალში, რომელსაც ხვდებოდა. მაგრამ ყველაზე საშინელი ჩანაწერი იყო ბოლო გვერდზე, ჩანაწერი, რომელიც დაწერილი იყო 1995 წელს, რამდენიმე თვით ადრე მისი სიკვდილისა. იქ იყო დაწერილი: მე ვიცი, რომ მალე მოვკვდები. მე ვგრძნობ ამას. მაგრამ მე არ მეშინია სიკვდილისა. მე მეშინია მხოლოდ ერთი რამისა, რომ როდესაც მოვკვდები, ვერიკო არ მოვა ჩემს დაკრძალვაზე. რომ იგი არ იტირებს ჩემთვის. რომ იგი არ იფიქრებს ჩემზე. რომ მე ვიქნები დავიწყებული, როგორც ყველაფერი, რაც ოდესმე ვიყავი მისთვის. და ეს იყო სიმართლე. როდესაც ვასო გოძიაშვილი გარდაიცვალა 1995 წელს, ვერიკო ანჯაფარიძე არ მოვიდა მის დაკრძალვაზე. იგი გამოაგზავნა ყვავილები, გამოაგზავნა სამძიმარი, მაგრამ იგი არ მოვიდა. იგი არ დაინახა, როგორ დაკრძალეს კაცი, რომელიც უყვარდა მას, კაცი, რომელიც მისცა მას ყველაფერი, კაცი, რომელიც გარდაიცვალა გატეხილი გულით. მაგრამ ეს არ არის დასასრული ამ ისტორიისა. რადგან არსებობს კითხვები, რომლებზეც პასუხი ჯერ არ არის მიღებული. რა მართლა მოხდა იმ წლებში? რა იყო ჭიაურელის ნამდვილი როლი ამ ისტორიაში? იყო თუ არა